მოკლედ, დღეს ვიღებთ მომდევნო vlogs, იმიტომ რომ არის ძალიან მაგარი დღე. ერთის ვთქვით, დღეს ჩემს სოულს თიკოს, ყველაზე საყვარელ და ლამაზ ადამიანს აქვს დაბადების დღე 10 სექტემბერია. ხო და ეხლა ვარ გამოსული საჩუქრების აყილად. ეს საჩუქარი ვუყიდე ეხლა Instax Mini 11. ეს არის Polaroid ფოტოაპარატი, რომელიც ფოტოს გადაღებისას პირდაპირ ფოტოს გიბეჭდავს. ამიტომ თიკო, შეიძლება ეხლა პირდაპირ ამით გადაიღო ფოტოები და დაბეჭდო უბრალოდ. მარტო ეს არ მინდა რომ ვაჩუქო რა. და ძალიან ძერს კი ყვავილი შევუკვეთ, აი უძერსკესი და მაგას თქვენთან ერთად ნახავთ და ხო, ერთი წამი. მომეცი ოპერატორ აგერ ეხლა შენ დაბადების დღეზე მე მიღებ ბიჭო კიდე ვიდეო, დღეს ირაკლის დაბადების დღეც არის. გილოცავთ მაო. შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. კი, შეგიძლიათ ორივეს მიულოთ დაბადების დღე. ერთის ვთქვით. ხო მოგილოცე გუშინ და კიდე გეტყვი რომ ბევრ ფულს გისურვებ რა, ბევრი ფული შოვნას. ხო. ერთად, იმენა წელს ბევრი ფული უნდა ვიშოვოთ. ეხლა კიდე წავედით ამ ფალიაშვილზე ვარ და 66 ნომერშია იქ ყვავილების მაღაზიაც. თან დღეს ეს ფილტრი ჩამოგვივიდა, ეხლა საფაშორის ახალი ფილტრით ვიღებ, რომელიც უკეთია უკვე და რა სასიზღრობა მანქანაში დაყრილია ყველაფერი. ეგარაფერი თუ. რა გარითმეტო? დაყრილია ყველაფერი ეგარაფერი. ნახე პროსტატო, შეხით. ნახე რა ძირსკია, დააკვირდი ამას, აი სად ვარდები და სად ეს რა. შეაფასეთ პროსტა კომენტარებში დაწერეთ როგორი თაიგული გამოვიდა. ძალიან ლამაზი გამოვიდა, მართლა ძალიან მომეწონა და მადლობა ილინეს რომ ესეთი ლამაზი თაიგული შემირჩიეს და ეს ორი რაღაც შემაძრეთ ერთმანეთთან ძალიან მედის და ძალიან ეს ვთქვათ საყარლობები გამოგვივიდა რა. მგონი მეორეჯერ გამოვყობა ცოლად. და აუცილებლად გაითვალისწინე მოვლის ინსტრუქციებიო, და მოვლის წესებიო. გამოცვალო წყალი 2-3 დღეში ერთხელ, გადაჭერით ღეროები ხერად ყოველი წყლის გამოცვლის შემდეგ. იმენა მე უნდა მოვუარო ამ ყვავილებს, მაგრამ თიკ კარგად მომისმინე და გაითვალისწინე ყვავილები თავს სიცივეში კარგად გზობენ თავს და ეგ არის სიცივეში თუ კარგად გზობენ თავს. ეს ესე, მოკლედ წავედით ეხლა და ხო, ბიჭებო, ეხლა ცოტა რაღაცა ამიკოს მივბაძეთ, თო რაღაც გოგოებს, თაიგულები, რაღაცეები აჩუქეთ. მადლობა დიდი. და ხო, მათი ლინკები აღწერაში იქნება და წავედით ეხლა. თორე ყაზბეგში წასვლილები რო ვარ, ძალიან მაგვიანდება და დაბადების დღეზე ცხოვს ნუ გავაბრაზებ რა. ტადამ. ცოტა დავაგვიანეთ, ცოტა კი არა ძალიან დავაგვიანეთ. ხო და რა ვნახოთ ეხლა თიკოს რეაქცია. ხო, ბაბელზე. იმედი მაქვს მოეწონება, რა თქმა უნდა მოეწონება ეხლა ისეთი რაღაცა შეერჩეული. კარზე როგორ დავაგაკუნა? გაიღვიძე თან ეხლა დანი? კი, შენ გააღვიძე, მადლობა. გილოცავ კიდევ ერთხელ. ზიარა, ხადი. მადლობა. რაო დანი? ეხლა ვერ მართობ დანის გამო. ხო, გაპუტე. როგორია? დანის მოეწონა თაიგული. ამწონს გააღვიძე ამიკომ. კიდე მაქვს საჩუქარი ეხლა როგორ მოგცე? ნაგდათაზე. ეტოქში ეს მზეს უმზირები შენ. Thank you. მზეს უმზირასავი გოგორო ხარ? Bye. ხო და ესეც შენ. ფოტოაპარატი. Polaroid-ი. სულ ფოტოების დაბეჭდვაზე რო გაქვს ხოლმე პრობლემები, აწინ შეგიძლია გადაიღო და პირდაპირ დაბეჭდავ. მადლობა. პირველი ფოტო გადავიღე დანის უკვე და ველოდები ბოლომდე როდის გაშრება და გამოჩნდება კარგად ნელ-ნელა უფრო იკვეთება. საწოლის თავზე, რა ვიცი, ვინც იცით ფოტოები გვაქვს, ჩემი და ამიკოსი და დანი ძალიან ბრაზდებოდა ხოლმე ჩამოხსნა უნდოდა და ალბათ ეჭვიანობდა თავისი არ იყო და კიდევ ამის მე ამისებსაც. მოკლედ, ესე ჩვენი საჩუქრები რა, გილოცავ კიდევ ერთხელ დაბადების დღეს. რავას და ეს არის ჩემთან ერთად. არ მინდოდა მეკოსნა მე. რა არის, გოგო? ხო და რავი, წავედით ეხლა ყაზბეგისკენ. წავედით. ეხლა გავჩერდით ისეთ ადგილას, სადაც აქ წამოსვლისას უეჭველი უნდა გავჩერებულიყავით. აი იქსევით, სადაც ყველა იღებს ფოტოს. აჩვენებს რომ 13 გრადუსია, მაგრამ ჩვენ ალბათ გახურებულები ვართ, რავი, მანქანით დამგზავრი და ავი, ცხელა ჯერ კიდევ 5-ში მით უმეტეს. მე შეიძლება ტელეფონი ვერ აღიქვამს ისეთ ლამაზ იმას, როდის აქ არის და ნერვები ხდება. აი, კაცი. აქ მახსოვს ერთხელ პატარაობაში ვარ ნამყოფი. ადრინდელთან შედარებით ეხლა ბევრად მოწესრიგებული სიტუაცია, როგორც ხედავ.
ადრე ამდენი ხალხიც არ იყო აქ, 1-2 ჯიპი იყო გაჩერებული და ხა სავსეა ტურისტები და ძალიან მაგარია. თან უამრავი პარაშუტი დაფრინავს ვიჩიტებივით და ეხლა გაქრნენ მაინც მე რომ მოვედი. მედი გაფრინდი ეხლა ბარემ შენ მხარეში ხარ. ჩიტოფთები გაშალე. საქართველოში სად არ ყოფილა, აი რომელ კუთხეში არ ყოფილა მართლა რა გზა არ გამივლია, მაგრამ თამამად შემეძლო თქვა რომ ამ გზამ იმენა დამღალა რასაც ქვია. ნუ უფრო იმით დავიღალე რომ ესეთ ლამაზ ხედებს რო უყურებ, უბრალოდ თან ათვალიერებ და თან ათვალიერებით იღლები. თან მოსახოვებით იღლები, თან ტრაილერები იღლის მთელი გზა და ნუ რავი ეხლა ეთქში მივიდეთ კოტეჯში და ვნახოთ იმედი მაქვს კოტეჯი ძალიან კარგი იქნება და საყვარელი როგორც ვინ რო იყოს. ნახოთ. ზეთკა, იუბილარ. როგორ მოგწონს? შვენიერია, საყვარელია და ლამაზი. მოკლედ ჩამოვედით, საკმაოდ კარგი და საყვარელი კოტეჯი შევხვდა და ძალიან მაგარი ხედით უკან ჩანს. გერგეთი სამეფო ხო? და გვაქვს ძალიან ძერსკი კლდეზევით. კაი, ეხლა დაგათვალიერებინებთ კოტეჯს. მოკლედ გვაქვს აი ესეთი მანსარდული ტიპის კოტეჯი, რომელსაც აქვს უსაყვარლესი ეზო დაბლა და შეგვიძლია მერე თიკო ჰამაკში დავწვეთ. აქეთ შევდივართ უკვე კოტეჯში. პირველ სართულზე ესეთი საწოლი არის, რაც კარგია, იმიტომ რომ 4 ადამიანისთვისაც არის განკუთვნილი და ზევით ერთი საწოლია მანსარდში. აი აქ ესეთი დასაკეთებელი გვაქვს და ეს ნახეთ იკო. ეს ტელეფონი. იმენა ბავშვობის ნოსტალგია არის, აი ეს ტელეფონი და აი ეს. მახსოვს ადრე ქუჩებში რო იყო რაღაც ხურდას რო ჩააგდები და რო ატრიალებდი. რა მაგარი რაღაც იყო. და ეხლა გაჩვენებთ როგორ უნდა ავიდეთ ზევით. მოკლედ, ანუ ფართი რო არ წაიღოს და რაღაც და 4 ადამიანი თუ ხართ, ზუსტად აი ესე კიბე არის ჭერში მიბმული და აქედან ვადიხარ პირდაპირ ზევით. მათხოვე კამერა. აი ესეთი საყვარელი საწოლია ზევით. უბრალოდ ძალიან ცხელა ჩახუთულობათან დაკეტილი რო იყო ფანჯრები და მთელი დღე იქიდან ზიაჭირდა ძალიან ჩახუთულობა და ვანია და სხვათა შორის ხუჩი ძალიან ცხელა და ჯობია ავიხადო და დავისვენ არა რა თავი მივარდე შემთხვევით და შავიცით პირველად ეგ უნდა გამოსადო? ხო მოდი ერთი ფოტო გადავიხოთ პროსტა ხა ფიქრობ თელეფონმა და ხუთთან არ მიხდება აი ხლა ამით იღებ ფოტოს მით უმეტეს ამ ერთ ფოტოს იღებ ჩვენი პირველი ფოტო ამ რაღაცით ისე გადავიღო? თვითონ ჩაუბი ჩამახედე მაგ სარკეში ჯერ არ ფეიერ ჩანს და მალე გამოჩნდება ეს აქითოს აი აბა დაველოდოთ ეხლა რას იზავს ჩვენი ფოტო უნდა გამოჩეს აქ ჩვენი პირველი ფოტოა ამ რაღაც პოლაროიდით ნუ პირველი მომენტ დანიმ გადაიგო ჯანდაბას მე ხო გითხრა მე არ ჩანვარ როგორ არ ჩანხარ თანაბროვ ჩანვარ დაიჭირე როგორ ყიდო საკუთარტო ამ თოცდი არის ეს შევამჩნიე ეხლა აქ წითელი პომადა ციხან თუ ესე ვიღებდი მე ვიდეოებს და ამდენხანს უკვე კომენტარები თქვენ დაწერილი გაქვთ მოდი არ შევამჩნიოთ და წაშალეთ ეს ჩვენი ფოტოები ესეთი გამოვიდა აი ეს პირველი რო გადავიღეთ ეს მერე თიკო მე გადამიღო რაღაც იმაიმუნა ეს თიკოს გადავიღე და ეს არ ვიცი რა გადავიღეთ რაღაც ძალიან ესეთი სამახსოვრო გამოვიდა რა და წავედით ახლა გარეთ დავალიოთ ლუდი და მე კოქტეილი მუსიკები არა გვაქვს და ჰა ჩაგვირთე ხა გვინდოდა დღეს გვეყიდა შავი ღვინო მაგრამ დაგვავიწყდა რა მედილით რო ვიყავი გადარბენებზე და რაღაც მაგონში ვეღარ მოვასწარეთ ყიდვა და ამიტომ აქ რო ჩამოვედით მე ვიყიდე პინაკოლადა მეც ვიყიდე ეგ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ეს ვთქვათ კოქტეილი და არ ვიცი ამაში როგორი იქნება და თიკომ ლუდი ძალიან გრილი საღამოა ხო? კი ანუ თბილისში ხო უკვე აგრილ და საღამოობითაც აქ ნახა არ ჩასულა კიდე ბოლომდე მზე მაგრამ უკვე ცივაიცი როგორ მზე როგორც კი მიაფარა მთას ეგრევე გავიყინე ხო და ეხლა ეს შენი ხელით მომაშორე ეს გარე განათება გვაქვს მოდი თიკო შენ გაგიმარჯოს ჩემთან ერთად კიდევ ერთხელ გილოცავ დავადების დღეს და ეს არის მრავო ჯანმრთელად ბედნიერად პირველ რიგში ჩემთან და დანისთან ერთად და მერე შენ საყვარელ ადამიანთან ერთად მადლობა ცივი ვარ აბა ნახოთ ამბოს ისეთი გემო თუ აქვს გადავსა მაგრამ რა გემრიელია თო გაზიანია ხო არ ვიცი მაგრამ ძალიან უხდება
არ ვიცი, ძალიან დამეუვასა, მომეწონა. თქვენც გაგიმარჯოთ. შეგცივდა? ძალიან ცივი, გავიყინე, თან გადაჩოული ვარ ესეთ სიცივეებს და ეხლა ერთიანად უცბად და ესეთ გარემოში გავიჩითე. ვერ გავძელი გარე და აქ სახლში ვარ 1 საათი ემენა მოყუშული. ესე რომ რავი, დღეს არ ვიცი რამის გადავიღებ თუ არა და ხვალ დილით რაიმე ლამაზი თუ მოხდა შემოგთავაზებთ აუცილებლად. ანუ ეხლა აქ მზადდება მსოფლიოში ყველაზე რომანტიკული ვახშამი. სპეციალად იქოს დაბადების დღისთვის გამოვწერე ეს დოშირაკი რუსეთიდან. ანუ ეს არის იტალიური სპაგეტით რა, გაკეთებული, ოღონდ ის ცოტა ისეთი აგიგონოთ. და შეგნით არის იტალიური ღორის ხორცი. რავი, ვახშიმის დროა. აბა როგორ გეძინა? გაგუდოს. საერთოდ არ გამიღვიძე ღამით. დილით გავახირავ თვალები. ესე გავიწერა. აუ რა, კაი ხედია წინ. პროსტა ყავის ყიდო დაგვიწდა გუშინ და ესე დილას ვარ ყავის გარეშე. არა და აქ იმითო წამოვიდეთ რომ დილით ესე ადგილას ყავა დაგველია. სხვათა შორის ეს ალბათ ბოლო ვლოგი იქნება ჩემს არხზე ესეთ სტილში, იმიტომ რომ ესეთი სტილის ვლოგები გადავიდეთ თიკოს არხზე რა, აქეთ იქით სიარულის და რაღაცების უბრალოდ რადგან თიკოს დაბადების დღე იყო, ხო ვერ ვწყვეტი თიკო გადაიღე ვლოგი, საჩუქარზე მივდივარ და რაღაცა თქო რა. ამიტომ გადავწყვიტე რომ მე გადამეღო და თიკოს არხი გამოიწერეთ, თან დაბადების დღე საჩუქარი თო 1.30.000 გამომწერზე ავიყვანოთ, რაღა დარჩა. ანუ დარწმუნებული ვარ ამ ვლოგს 100.000 ადამიანი მაინც ნახავს და მე ნახულობ 40.000. აი ეხლა რატომღაც თავი მგონია სვანეთში რაღაც ესეთ ქვებით აშენებულ სახლებს რო უყურებ. ხევსურეთში ცხოვრის კოშკები და ეგეთი ქვია. იმედი მაქვს სვანები, ხევსურები და ზოგადად ეს ყაზბეგის ხალხი არ მისყენენ შედარებისთვის. ხო დაინგრა მანქანა იმენა უგზაზე სიარულით. თიკა, ზამო რუსეთში. მოსკოვში არ გადავიდეთ? ხო, აგი აქ აყენებიდან. ანუ წელს გვაქვს ჩვენ საზღვრებთან ისე მიახლოების საქმეა წელი, სეზონი, რა ვიცი. ერთი ბოლო და მეორე ბოლოს გამოვედი. ხო, ვიყავით. მაგრამ რავი, დედასფიცა ვარ, გაუცებული ვარ გზით, აი გზა არის რაღაც სასწაული ამ კლდეებს შორის ვოდადიხარ. მოკლედ მოვედი და არიალის მონასტერში, ცოტაოდენი ინფორმაცია წავიკითხეთ მე და თიკომ Google-ში ამ ადგილის შესახებ და როგორც ნახეთ, კავკასიონის ქედში 1000 მეტრით არის და არიალის ხეობა ჩაფლული. ნუ ეთქობა მომენტ გახედეთ უკან ამ ხელაკლდეებია და ეს მონასტერი ხო საერთოდ ძალიან ლამაზია. ამ ხელაკლდეების ძირში რო დგას და უკან რო ეს დიდი კლდეები აქვს ქონად. ეხლა არ ვიცი ჩემი ხარ ამდენად კარგად გესმით, იმიტომ რომ ცოტა ნიავია და ჩვენ საკმაოდ გავიწეწეთ, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს არის ადგილი სადაც აი რომ მოდიხარ გეამაყება რომ შენი კუთხეა და აი ქართველი რო ხარ და ეს კუთხე რო საქართველოშია რა და ეგეთი არაერთი კუთხე გვაქვს საქართველოში, არაერთ ადგილას გადაგვიღია ვლოგი და ყველა ვლოგში ისე ვარ თხოვმე რომ აი ეს რა მაგარი ადგილია და აუ საქართველოს თურმე რა მაგარი ყოფილა და კიდე რამდენი მაგარი ადგილი გვაქვს წარმომედგენა საქართველოს ჯერ არ გვინახავს. რაჭაში არ ყოფილვართ, რაჭა დაგვჭა, სვანეთი დაგვჭა. მოკლედ დაწერეთ კომენტარებში სად წავიდეთ მომზონო კუთხეში და ეგ ვლოგები კიდე თიკოს არხზე დაიდება. ეხლა კიდე ავყეთ მოდი ამ მონასტერსებით კიდე გრძელდება. აი იქით სუსებით რა. და წავიდით. აუ, კაი ფოტოები გამოგდის? რა თვალიელებ და სიერად დამეთხარ თვალები. დღეს აღმოვაჩინე რეალური ჩილიადის მთა. აი ეგერი უკან. ზუსტად ჩილიადია ერთ-ერთი. რა ვიზახდე რომ კოლორადოში უნდა წავიდე მეთქი რომ ეგეთი თვეები ვნახოთ. აგერ არ მქონია თუ ორი ფეხის ნავიზე საქართველოში. როგორ გონა როსებით ამოვიდოდით და ამ მონასტერით მორჩებოდა ყველაფერი. აი აგერ კიდე რაღაც კიბეებია დისევით და გამოთი გონახოთ ბარემ ეგეც. აქ ვართ მოსულები. ეს ნახეთო. სად არის მოსული ჩემი? აშკარად სხვაგან მოხდით ის. რა არის? კლდეში აკეთებენ გვირაბს. როგორც ეს კიბები და მთვალერელებისთვის არ იყო ალბათ ხელოსნებისთვის არის, რომლებიც კლდეში რაღაცას აკეთებენ. შევიდე ერთი. ნახო რა არის? აქ ალბათ პატარა სამლოცველოს აკეთებენ შეგნით. ძალიან ლამაზი და ეფექტური აქაურობა. ვაფშე ზევიდან უყურებ ყველაფერს. აუ ეს ისეთი ადგილია ერთხელ უნდა ჩამოხვიდე და ნახო და თიკო. მადლობა შენ ამისთვის რო გუშინ დაბადების დღე ქონდა და სპეციალურად შენი დაბადების დღეს აქ წამოვიდე ეს ადგილები ნახეთ. აი, მადლობა ჩემ თავსაც. ჭამე, მეტი რა დაგჩენია. ვაფშე არ გააკეთებენ შენგან მალე კაი ჩაქაფულს. მოკლედ წავედით ახლა ამ მონასტრიდან და ყაზბეგში ვის მოხვდებით უეჭველი შემოიარეთ აქ, იმიტომ რომ
გაგახსენდება ჩემი წყობი, რომ არ ინანებთ აქ მოხვედრას. წავედით ახლა სად? გერგეთზე. გერგესისკენ გადმოუხვიეთ და ყველა მაიზმენე გზაში ცუდოა, ეგ მანქანა ძალიან ცუდი გზა არის, ანუ დელიკის მეპატრონეები და ორი ვარიანტი, ან მართლა მაგარი ცუდი გზა არის და ან კიდე მეორე ვარიანტია, რომ უნდას რომ გავაჩერო და თავიანთი დელიკით ამიყვანო, ანუ ფულის თემა არის რა. A few moments later. მოკლედ რაღაც ზონემდე გავქაცეთ, ამოვედით, მაგრამ რაღაც ზონის მერე გავჩერდი. იმიტომ რომ უფრო დიდი ქვები ყრია ეგერ წინ გზაზე და მენანება თან გავაჩერე ხა ერთ-ერთი დელიკა და ვიკითხე მეთქი ესეთი გზაა თუ კიდე უფრო რთულდება თქო, მაგრამ კიდე უფრო რთულდებაო და თუ არ გენანება ახვალო, მაგრამ მენანება. ჯობია რომ დავანებო თავი და წავიდეთ თბილისში. ხო? მოდი. კიდე. აი გეყოფოდა მე. ხურდა დაიდოს. არ მაქურდა. ტერმინალი. ამოვირა. პირად ნომერზე ჩაგირიცხო. აი ამ რაღაცის გამო ფასანაურიში მენა მაკრუგა ვარ, რასაც ქვია. ხო ეს არის ვეჭვენი. ცუდი გემო აქვს? მომე გადაგირა. იმედი მაქვს არ უნდა. დაიე. გორჯო მივიდგემო, გაზიანია რაღაც იყოს. გოგირდოვანი ისაა რაღაც ხო. მას სხვანაირი გემო აქვს. გაფჭებული კოჩის სუნე გემო რა აქვს? სუნი არ მაყნოსნო, არ მიგწია. არა, გასული ნაბეღლავის გემო აქვს. გაკეთოს ხა თბილისში მოაგეთხალ. გემო მართლა რაღაც ძალიან უცხო ქონა, მაგრამ აი სუნით არ უნდა უსუნო, თორე დაიკარგება ძალების მუღამი. და ესეც ესე. დავასრულე ჩვენი დღევანდელი ვლოგი, მივდივართ ახლა თბილისში. მგონი საკმაოდ საინტერესო ვლოგი გამოგვივიდა და აუცილებლად დასალაიქებელია, რა თქმა უნდა. თიკოს კიდევ ერთხელ ლოცავ დაბადების დღეს მეორე დღესაც. დაიწყო. და ხო, თიკოს არხის ლინკი აღწერაში იქნება. გამოვიწეროთ, ავიყვანოთ დაბადების დღესაც უკრა და 30000 გამომწერთ, ცოტა აკლია. ნუ ჩემი დაბადების დღე არ არის, მაგრამ მეც როგორღაც ავიდეთ 100000 გამომწერზე ამ არხზეც. და Instagram-ების ლინკებიც აღწერაში იქნება, ჩვენმა Instagram გამომწერე მოვუყვეთ წინასწარიც ან ამ ბლოგის შესახებ ყველაფერი აბსოლუტურად წინასწარ აქვს ნახი და რავი, თქვენც რომ მომდენოში ყველაფერი წინასწარ ნახოთ, აუცილებლად გამოყვებით Instagram-ში. აბა ჰეიტა, აბა